აქვს ძალიან მარტივი წესი. სალამი. წესებს საქმე ვაფა. შეგროვდა შემოწმება. სალამი. მოგესალმებით. სალამი ნიკო. მოგესალმებით. დასპინძელო. როგორი კვირა გქონდა ნიკო? უკეთესი შეიძლება და მაგრამ არა ესეთი. შენო? მე რაღაც პოზიტიური ინფორმაციებს ველოდებოდი ნიკო, ჩემო ნიკო, მაგრამ როგორც რატო ველოდებოდი? რამ მოგცა ბოლო? აი რატო ველოდებოდი და ხო არის რაღაც ალბათობა და ხო სულ არ შეიძლება რომ მაგალითად თეთრი ბურთულა ამოიღო. ოდესმე ხო უნდა ამოიღო ის. ჩვენ დღეს უნდა მევიდეს. ხო არ შეიძლება სულ შავი ბურთულა ამოიღო, თეთრი ბურთულაც ხო უნდა ამოყვეს. ნათალია. მე ნუ ამინდი გამოვიდა, ოკეი. მაგრამ წინაზეც მაგის ლაპარაკეთ დავიწყე. იცი რა არის ამინდიც რა ისეთი ამინდი არის რომ გამოგიტყუებს როგორც აი მებაღეებმა ეს კარგად იციან. ნიკო რატო იცინი? მებაღეებმა იციან კარგად რომ აი ესე გულუბრყვილო ჭერამს ხო გამოიტყუებს ესეთი ამინდი თებერვალში გაყვავილდება და მე დასუსხავს და უნდა ყოფოთ აქციას. გულუბრყვილო ჭერამი უგემურ ჭერამად იქცევა თუ არ არა, აღარ მოისხავს. ყვავილები თუ დაცვიდა, ხო. რაღაც ეს მებაღეობა გახდა აქტუალური ბოლო 2-3 დღე არის. არ ვიცი, სხვის ბაბლში რა ხდება, ნიკო. შენ და ჩემი ბაბლი, მე მგონი იკვეთება ბაბლი. ნაწილობრივ იკვეთება. ბატონი ზურა შავერნაძის სახელის ხსენება მესმოდა ბევრგან, მაგრამ ვერ ჩავწვდი საიდან რა მოდიოდა, როგორ იყო, როგორც ვთქვი, უჩიოდნენ რომ ცუდი ხასიათი აქვს, ცუდი უფროსია, თუ ვიღაცა ცუდად ელაპარაკება, არ გორელ კოუჩს არ მოусმინე, ცუდ უფროსებს, გორელი კოუჩის. გორელი კოუჩის მოვისმინე, კი, მაგრამ იქნება გამარკვიო რა ხდება. აი რა არის, ადრე შევარდნაძეს რო ახსენებდნენ, ხო, უამრავ მეტაფორას და ზედსართავ სახელს გაიგებდნენ და ბოლო დროს გარდენიას იძახიან. ხო, მოკლედ, ვიღაც გოგონა იყო გამოსაცდელი ვადით მისული ჩემო ნიკოლოზ ამ გარდენიაში ერთი კვირა იმუშავა და ნუ მერე დაურეკეს და უთხრეს რომ ნუ არ აგიყვანითო. თანხა გადაუხადეს ყველაფერი, მაგრამ ნუ აინტერესებდა რატო რა ის გამო დაიწუნეს ყველაფერი გავაკეთე რაღაცა და რომ მივიდა და მოსაკითხათ, ნუ ელაპარაკნენ ესე და ნუ მოკლედ რომ კიდე მოითხოვა, ნუ არ როგორც თვითონ ამბობს ვიდეო ჩაწერა და გაავრცელა, რა მნიშვნელობა აქვს სახელს დაგვარს გოგონა, ხო, ნუ აი ესე უხეშად მაგიდაზე დამირტყა ხელი და გაჩვიო ესე მითხრა, ხო და ნუ ძალიან შევწუხდი, ცუდად გავხდი ეს და ნუ წამოვედი და ნუ როგორც ჩანს რაღაც მე ხო როგორც ხდება ხოლმე აი მითურო იყო ხო მე უამრავი ისტორია გაიხსენეს როგორ უხეშად მოიქცა შენს გექნება ნანახის რობერტო მავანისა და ბატონი ზურაბის არა გაქვს ნანახი რა შენ გონი ხარ მე სოციალური ქსელების მეფე და აი პოდკასტებში ათრევდი ხალხს და რაღაცეებს ვინ მითრევე ჩემი ნათრევი ვინ გინახავს მე ვარ აგერა მაკლერები ასე ვთქვათ არ დაინდე და რა ვიცი მაკლერებმა არა ის ისეთი მაკლერები არიან ამ დონეზე არ ჩამოიხედავენ ისინი მილიონებს ეთამაშებიან ხო ნიკო ამ წერა კითხვა რა ვიცოდნენ ხო იქ ჩემთანაც არ მოხვდებოდნენ არა არ იყო ის რომ ვიღაცა კითხვის ნიშნები ჩდებოდა რომ რასაც ვამბობდი იყავი მართალი 100%-ით და შეუძლიათ ის ხო და ნუ მოკლედ 2 დღე გრძელდებოდა ნუ მოკლედ მილიონი ისტორია გაიხსენეს ბევრი აქედან იქიდან მე მომეწონა ის ხუმრობა რომ მე რამდენად უნდა დააბიჯოს ფეხი ფოცხზეო ისე მებაღი კაცმა უნდა დააბიჯოს ფეხი ფოცხზე აბა ეს გორელი კოუჩი ხარ და ძირითადი პრეტენზია მასთან არის რომ უხეშია ხო უხეშია და ხო უხეში არის აი ძირითადი პრეტენზია ეგ არის რომ უხეში არის რაღაცნაირად ნუ დამსაქმებელი რო ხარ გინდა არ გინდა შეიძლება ძალაუფლება ის სიტყვა არ არის რომელიც ზუსტად ასახავს მაგრამ ნუ ზემოდან ქვემოთ ურთიერთობები არის და ნუ იყენებს ამ იმას ძალიან ესეთი უხეში ფორმით ფიცხი კაცი რო არის აი რობერტო მავანის ვიდეოდან მეც შევამჩნიე იქ რაღაც როგორც დადის ეხუმრება სხვებს ბევრად უფრო უხეშად გახუმრებია მავანს უფრო უხეშად გახუმრებია მავანი, მაგრამ ნუ აქ იყო რეაქცია, იყო ცოტა შოკის მომგვრელი, ძალიან ესეთი აფირფილი და იცი რა არის, მე ვყოლია ნაცნობები და სადღაც მაქვს მოსმენილი. თვითონ თქვა მგონი, რაღაც ღონისძიება იყო და მოკლედ შენიშვნა მიცეს თანამდებობის ტიპი იყო და ის ადგა და მე ვაკ ჩემი კეთილი ნებით ვარ მოსულიო
უთხრა ამ ორგანიზატორებს თუ არ გინდივართო მე ხუკიანი გურული ვარო და წავალო და მაგიდას მიკრა მუცელი ესე და გაწია მაგიდა და წავიდა ხო და როგორ ჩანს ეს ხუკიანი გურულის ფენომენი არსებობს რაღაცნაირად და იოლად ბრაზდება ფეთქდება ხო არ ვიცი მე ახლა სიღრმისეულად არ ვიცნობ მაგრამ არ მგონია რომ ესეთი ბოროტი და ეგეთი ადამიანი იყოს მაგრამ ფიცხი არის და რაღაცებში მე დამრჩა შტაბეჭდილება რომ ის გოგო არ იტყუებოდა და ნუ რაღაც მოუზომავი რეაქცია ჰქონდა მაგრამ აქ უცნაური რა არის იცი ის რომ ბევრს ჰქონდა ეს რაღაც ცუდი გამოცდილება და ყველამ დაწერა და აქ რაღაც ესეთი კომენტარებიც იყო მის თანამშრომლების მეგობრების რომ რაღა ყველას ახლა გაახსენდათ და რაღაც ეს შემთხვევით არ ხდება და ნუ ახლა კი კარგი როგორ ჩანს ნიჭიერი კაცი არის კომერსანტი კარგი არის განათლებული არის კარგი ბოტანიკოსი არის და რაღაც ბევრი რაიმე მაგრამ არ გონი ახლა რომ ისა ედუარდ შევარდნაძეს რო დაეჩივლა მესმის რომ deep state მებრძვისო და ახლა ზურა შევარდნაძეს მე მგონი deep state არ ებრძვის მაგ ჯიმი ესე გავარებული მოსაზრება არა ანუ ხო და რეაქცია იყო რომ თვითონ ბოდიში არ მოიხადა ან რაღაცნა ნუ გვიან გამოვიდა და რაღაც ეგეთით რომ აი ვაგროვებ რეებს და გაზაფხულია ესეთი ირონიულისა გაზაფხული არის და ეს თანამშრომლებს ქონდა თვითონ კიდე რომ აი ამ თვითშიტილებია ბოდიში მოიხადეო არა იცი რა არის არ რეაქცია კონდესო ხო ან მოკლედ რა მე იცი ახლა შენ ახარ ნიკო უფრო ეს კომუნიკაციების სპეციალისტი და რაღაცა ბიზნესი ან რაღაც ესეთი საჯარო ინტერესების სფეროში რო არის ადამიანი საჯარო პირი როდესაც ასეთ ამბავში ხვდება ასეთ დავარქვათ სკანდალი ან გაუგებრობა როგორ რეაქცია უნდა ქონდეს რომ ისე მაგისი ანუ მაგისთვის მთელი რაც კრიზისის მენეჯმენტი რაღაცა ის არსებობს ამ ხელა სახელმძღვანელოებია მაგისი კარგი ვარ და უბრალოდ ამიტომ მერჩიან რა ეს ანუ ისიც არის რა მე მაგ გავარებული მოსაზრება ეგეთ რაღაცებთან დაკავშირებით ერთი მხრივ მეც როგორც ძალიან ბევრს ცოტა ის ამოხმო რომ ყველა ერთს რო დაესევა რადგინდა დამნაშავე და ის იყოს ცოტა იმას მიშვება რომ რა ეხა ეგეთი რა ჩაიდინა რომ სულ ყველა მთელი Facebook-ი მაგას მეშვებოდეს მეორე მხრივ მე თუ მქონია ნეგატიური გამოცდილება და ეხა ყველა თავისას წერს მოდი მე შევმატებ ანუ ერთი კვირის მერე ხო არ ვიზამან რაღაც მომინდება რომ გავაზია რომ ნეგატიურის გარდა რაღაცებს პოზიტიურიც ეწერათ ხო თანამშრომლებს არა მარტო თანამშრომლებს ხებსაც ხო მაგრამ ხო მე ვიღაცები რო იცავდნენ მე სხვები კომენტრები არ არის კაი ქართული მაგრამ ნუ ეგრე ვიტყვი იმათ აჩვენებდნენ რომ კაი ნუ მოგინდა ეხა მან კიდე ეს ასპექტია რომ მოძალადე კაცის სახელით იმიტომ რომ თქვა ქალს რო ამცირებ რო უყვირი ეგეც ძალადობაში გადის ან შეიძლება მე მგონია რომ დასაქმებულს ასევე ხო მე მგონია რომ მანდის იყო რომ მარტო ქალებს არ უყვირს ანუ ზოგადად იმას შვება ხო არ აქვს გენდერული პრეფერენცია რომ ის უყვიროს ხო სამართლიანები რომ ვიყოთ ხო იქ იყო ისეთი კომენტარებიც რომ აი საშინელი სერვისი აქვს ძვირია და ასე შემდეგ და ახლა ეს კომერციული ნაწილი არის ხო ის რომ ის სიტყვაზე რაღაცა ძვირია ან მომსახურება არ მოგეწონა ხარისხი და რაღაცა ну ეს მაინც ის არის რა ერთმანეთისგან გასამიჯნი ამბავი არის როგორ ექცევა ადამიანებს ან თავის თანამშრომლებს ან ეს სტაჟირებაზე თუ ან რაღაც გამოსაცდელი ვადით მისულ ადამიანებს და ის ძვირია თუ არ არის ძვირი ეს სხვა ამბავი არის და ის რომ ნიჭიერი ადამიანია როგორც კომერსანტი როგორც რა ვიცი გაყიდვების მენეჯერი იმიტომ რომ გადაცემებში ან თავის ვიდეოებში ან რაღაც ტელეეთერებში რომ მინახავს არა მარტო იმას მცენარეულს და არა მარტო მომსახურებას სხვის აი რაღაც აჭარის ფიანითიდან ჩამოტანილ ნაჭარს და რაღაცა ნუ ძალიან ესეთი ნიჭიერათა კარგად ყიდის განათლებაც რო აქვს კვალიფიციური ესეც ემჩნევა ხო თავის ხელობა რო უყარს ესეც ემჩნევა და რაღაცნაირად ამ კულტურის გავრცელებაში ხო სიტყვაზე ეს აი ძალიან არა რომანტიკული პროფესია იყო ახლა მებაღე ბოტანიკოსი არ იყო და დიდწილად მისი დამსახურება არის რომ რაღაც ესეთი იმიჯურად გამოსწორდა ეს პროფესია და ახლა ეს ვიღაცაზე რო იტყვიან ბოტანიკოსი არ შეგექნება ესეთი შტაბეჭდილება რომ რაღაც ესეთი ვიღაც სადღაც ბიწაში იჩიჩქნება და გაუბედურებული ადამიანი შლანგით დადის და რაღაცას წყალს და წვალობს და რაღაცა უცბად წარმოიდგინა რომ ეგეთი ანუ გააკეთა პეტრის ქუდით რაღაც ესეთი ხო აი წარმოიდგინდა ის ეს დიდწილად მისი დამსახურება არის ხო არ ვიცი მოკლედ ზოგადადაც ნუ
ქვეყანაც ისეთი გვაქვს რომ უმალ იჯერებს ადამიანი რომ ვიღაცას უსამართლოდ მოექცეს ვიდრე აი რაღაცას უგონებენ და შარში ხვევენ ხო ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება რომ ადამიანები იყენებენ ამ თავის ძალაუფლებას თავის სიმდიდრეს ან რაღაც ფორმით და ეჩაგრება და ის რომ ამას ხო აი რაღა ახლაო რო ამბობენ ხო ნუ როგორი რაღაცა არის იცი ახლა ეს რო თქვას სიტყვაზე ფიზიკოსმა რო თქვას რომ აი მქონდა რაღაც 200 გრამი ურანი არაფერი არ ხდებოდა მე მქონდა კილოგრამი ურანი არაფერი არ ხდებოდა მე მქონდა 4 კილოგრამი გამდიდრება ქონდა თავიდან ესე გროვდება და მე დაიწყება ბირთვული ან ატომური რეაქცია და რაღაცა ხო და რაღაცა გროვდება ხო იმაში საზოგადოებაში უკმაყოფილება აი რა განსხვავება ჩვენსა და იმათ შორის რომ მსგავსი სკანდალი ერთი თვის წინ არ დამთავრებულა ჯერ კიდევ სკანდალი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფის წინააღმდეგ ასეთი პარალელები რო გავავლოთ ნომა იყო რესტორანი კოპენჰაგენში რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიოში მე ვიცოდი მის სახელი αλλά კოპენჰაგენში არა ვარ ნამყოფი რენე რეძეპი ეხ ჩავხედე მაგიტომ მქონდა ტელეფონი ამოღებული სახელი არ შემეშალოს მეთქი და მის წინააღმდეგ ვაიმე ვის ეწერა, მაგრამ ნუ სადღაც ეწერა დოკუმენტირებულად როგორ იქცეოდა სამზარეულოში და მე აი მან მსჯელობა დაიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც ეხლა ციგნი წაუკითხავს Kitchen Confidential ქართული თარგმანი შიდა სამზარეულო ან ჩემთვის სულ ერთია მე რასაც მინდა იმას თავზე ხელა მაგას ვამბობ სამ ხო მე მგონი მოსულა ეგეთი პონტები რომ შენ დათარგმნე ციგნი გაარეკო ხო მეც კიდე მინდოდა მეთქვა თავზე ხელაღებული კაცია ან ვისაც სერიალი Bear დათვი უნახავს სადაც ანუ იქ იყო ნაჩვენები რომ ეგ იყო ძალიან გავრცელებული დამცირების ბულინგის და პრინციპში დიდი ხანია არის 10 წლეულებია დეკადები ეს რაღაც სამხედრო მუშტრის თუ რავი რა ქვია რა ის უფროსი რო გადგაზევიდან და რასაც ახლა ამ რეძეპიზე წერდნენ ის არ იყო როგორც ვიღაცას უყვირა და უხეშად ელაპარაკა იყო აი ჩამში თუ არ იმაშვება და ცემდა არა ნუ აი რაღაცა ჯგუფური დასჯები და რაღაცა ძალიან ის იყო ცხელი ჩამჩა მაგრამ განსხვავება იგივე მითუზეც ეგრე იყო რომ როცა რაღაცას აქვეყნებს New York Times-ი ან Washington Post-ი ან რაღაც ნაკლები ჟანრის, მაგრამ ნუ ჟანრის კი არა და რანგის, მაგრამ მაინც ჟურნალისტური სტატია არის, იქ არის ხოლმე ეს ბევრჯერ გადამოწმებული და როგორც წესი თუ კარგი გამოცემა არის, უბრალოდ ვიღაცამ თქვა არ არის. აი, თქვა მითუზე იყო ხოლმე რომ ვიღაცას აბრალებენ, რომ აი 70-იან წლებში რაღაცა ქნა. ქალი გამოდის და ეხლა ამბობს. იქ ვიდრე ამას დაბეჭდავენ, ეუბნებიან რომ ვინმესთვის გითქვამს ეს, არ რომ ვკითხოთ რომ აი თქვა მოიგონე, არამედ საკმარისი იქნება რომ თქვა 75-ე წელს ვიღაც შენ ბიძაშვილს უთხარი და ვიღაცა იმასაც ვკითხავთ, რომ ოკეი, გასაგებია რომ ამდე ხმას არიღებდი, მაგრამ ვიღაცათვის რაღაცა თუ გაქნა თქვამი რომ ჩვენც უკეთესად ვიცოდეთ. აქაც რაღაცა მოხდა, ვინ ესწრებოდა იქა და მოდი სხვასაც ვკითხავ. ჯიმი ფელონი რო არის ახალი ამბების კი არა და საღამოს გადაცემის წამყვანი, რატო მეშლება სიტყვები ახლა არ ვიცი. იმის წინააღმდეგ იყო რომ საშინელი სამუშაო გარემო ჰქონდა და აი ბევრად და ეს კონტრასტი არის ძალიან დამთრგუნველი და გამაბრაზებელი რომ საჯარო იმიჯი გაქვს რომ ხარ აი ესეთი რაღაც ჰაეროვანი სიკეთე კასტმოყარეობის განსახიერება იუმორი გესმის თვითირონია ყველაფერი და ამ დროს მონსტრი ხარ ხო მაგრამ იმას ვამბობ რომ ჩვენ შემთხვევაში ეს არ მომხდარა ფილტრი ვიღაცის მიერ რომელიც დაჯდება და აი ესა გამოძიებულა და რა ინახე სამი ადამიანი ერთსა და იმავეს ამბობს ორი ტიპი რომელიც აი იქ შეხვედრაზე ადასტურებს რომ ის იყო თან რას ადასტურებს რომ ტიპი ფუკიანი იყო და იყვირა უცებ თუ რაღაცა უფრო ცუდი იქნა იმიტომ რომ მანდაც არის გრადაციები ხო არსებობენ ტიპები რომლებიც უხეშად დაგელაპარაკებიან არის გაცილებით უარესი გარემოები საქართველოში და ყველგანაც ვიცით ეგა ამიტომ რაღაცა სიფრთხილით ვეკიდები ხოლმე მაგას რომ გასაგებია რომ როცა 30 ადამიანი მსგავსი ტიპის ისტორიას ყვება თან თუ შეხედავს ახალი და გვარი იცი ანუ ანონიმური ვიღაცა არ არის შენ თვითონ ფილტრში გაატარებ რომ რატო ამბობს ამას რამე პირადი ისა აქვს თუ ალბათ სიმართლეს ამბობს ხო და მე გამოგაქ აქედან დასკვნები და ამ შემთხვევაში რთული არის რომ ეს ექნა იმიტომ რომ რამე რო გაიგო უნდა სკროლო და ნახო ვიღაცების სტატუსები ან შეიძლება შეგხვდეს ეს სტატუსი ვიღაცამ წაიღო ყვითელმა პრესამ და ცალკე არის სტატიად გამოტანილი და რაც ატმოსფერო იქნება ესეთი რომ ვერ გაერკვევი რომ რას აბრალებენ რა მართალია და რაც მართალია რამდენად აღმაშფოთებელი არის ან რამე კანონსაწინააღმდეგო ჩაიდინა თუ აი არ არის კანონსაწინააღმდეგო მაგრამ ფუ ეს რა უქნია და აი ესე მოდის ხოლმე თავგასავი და მე მიდის შე შემთხვევაში სხვა ბრალდებები იყო ადრე აღარ ჩამოთვლი მაგრამ
საკმაოდ მძიმე ბრალდებები, რომლის შესახებ ვიღაც კონკრეტული ტიპების მიმართ, რომლის შესახებაც იგებ რო ტიპს ქონდა დაწერილი Instagram-ის story, რომელიც ხრება და სკრინშოტები იდო ესე, რომელიც უნდა წაიკითხო და რაღაცა საშინელი ისტორია წერია, მაგრამ არ არის არანაირად არც გადამოწმების, არც რამის ესეც ეგრე, ანუ გაქრება ალგორითმიდან 3 დღე გაჩვენებს სურა შევარდნაძეს და მეოთხე დღეს იგივე რა დაიჯეროდა რა არაძე, სხვა თემასაც რო გადავიდეთ, 2 დღე აწერენ რომ კრემატორიუმში ცოცხლა წვავენ ძაღლებს გორშიო, რაც ანუ მის ვიდეო ვერ ვნახე, იმიტომ რომ თუ მართლა მოკლედ არ გამიხსნია, არა, როგორც ხვდები დადასტურებულად ეგრე არაფერი არ ჩანს და ყველაზე უფრო დამცველებიც კი ამბობდნენ რომ ანუ სავარაუდოდ ეგრე არის, მაგრამ რაღაცა ხდება. მე მაქვს ამ ცხოველთა უფლებების დამცველი ქალის ჩაწერილი ვიდეო, სადაც ეს კრემატორიუმის ეს მილიდან ამოდის ეს შავი კვამლი და ნუ თვითონ ხო, ნუ ახლა მე სხვა ვიდეოებიც მაგრამ ნახე თვითონ ეს იქ როგორ ყრიან და როგორ წავენ ეს არ არსებობს ესეთი ვიდეო, მაგრამ აქ ისევ და ისევ რა გარემოში ვცხოვრობთ, იმას აქვს მნიშვნელობა. იმას რომ ცხოველებს საშილად ეპყრობიან, არავინ უარყოფს, ხო? მათ შორის ვინც არ უნდა ეპყრობოდეს და ვისი ხელობაც არის მათზე ზრუნვა და მათზე მოვლა, ხო? მერე სისტემა არის ისეთი შექმნილი, შენ დაიჯერებ იმას, რომ სიტყვაზე რაღაც იმან ძალაუფლების რომელიღაცმა შტომ რომელიღაც რგოლმა მიიღო გადაწყვეტილება, ცუდი არასწორი ისის და არ ახსრულდება. ჩვენ აგერ გვაქვს ნანახი ისა, როგორი დეჰუმანიზაცია მოხდა ქუჩაში გამოსული სრულიად ახალგაზრდა და ასაკი რატომ ახსენებ, იმიტომ რომ ყველა ასაკის ადამიანი, ახალგაზრდებიც, ხანდაზმულებიც და ყველა სქესის და ასაკის ადამიანის მიმართ როგორი მოპყრობა იყო და თვითონ აი ძალაუფლების რაღაც შტოების თავში მდგომა ტიპებმა სული დეჰუმანიზაციისთვის მოიგონეს აკა ცუკების უძახიან და ამტრიეს თავპირი და სახიზულები ალეწეს და ახლა აქ ცუგებს აკა ცუკები აკა ამ ცუგებს დაინდობდნენ ჰიპოთეტურად რომ ვიმსჯელოთ, ხო? ანუ სულიად არ არის ის სიტუაცია და ის აღწერა, რომელსაც ვერ დაიჯერებ და ამას ვერ წარმოიდგენ. მით უმეტეს რომ მაგისი კონტექსტი არის, რამდენიმე დღეს გავრცელდა რომ რუსეთში ცხოველებს რო წვავენ, იქ ზოგი ცოცხლად მართლაც და დაუწყობთ, როგორც წავიკითხებ. ძროხები, რომ იმიტომ რომ რაღაც ხო, მე უყურე როგორი რაღაცა არის. აი ხო გამოაცხადეს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული უფლებადამცველებიც ცხოველების მათ შორის აგენტებად და ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს და რაღაცა. რისთვის არიან ეს ცხოველთა უფლებების დამცველები და რისთვის არიან არასამთავრობო ორგანიზაციები? ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რაღაც კატაპულტით ჩამოფრენილები ხო არ არიან სხვა იმიდან, ტერიტორიებიდან. ამ საზოგადოების ნაწილი არიან, ხო? ეჭვიეპარება ვინმეს ხალხს ხო გეუბნებით თავი აქვს გადადებული ამ ცხოველებისთვის. უამრავი ასეთი ადამიანი არსებობს და სოციალურ ქსელში ჩანან და ისედაც ქუჩაში რო გახვალ ჩანან. ხო ყველას ხვდება აი გარეუბნებში, მეებში დაყრილი საკვები, წყალი, ეს ბუტკები, ბჭყალებში, ბუდრუგანები, ძაღლების ის ქოხები და ასე შემდეგ. ზრუნავენ ხო ეს ადამიანები და ამ ადამიანების არსებობა აი თვითონ ამ სახელმწიფო ორგანოების ნდობის გასაზრდელასაც მნიშვნელოვანი არის. რო არის მოსული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მთელი ცხოვრება ამ საქმიანობას ემსახურებიან და გეუბნებიან არაფერს განსაკუთრებულს. შემიშვი ტერიტორიაზე რო ვნახო და შენს შეხვალ და ახლა ხო არის ყველას აქვს ეს სმარტფონები, ხო? ის ჩართავს ტელეფონს, შენს ჩართავ ტელეფონს და რა სიტუაცია აჩვენე და გაიფანტება მარტივად, ხო? ის ახლა ის წინა თემიდან რო გადმოვიტანოთ აქ, ხო? არგუმენტი ის რომ ცუდკაც რად უნდა მტერობა, კარგია, მუდამ მტრიანი, არის ყველა ეს საშინელი არგუმენტი და ყველაზე საშინელ ადამიანებს გამოუყენებიათ. სრულ არგუმენტი, არანაირი არგუმენტი ეს არ არსებობს. უბრალოდ გარითმული ფრაზა არის ამ შემთხვევაში გადმოტანილი და რაღაც მეტ იმას დამაჯერებლობას ძებს და ავტორიტეტს ისა ნაწარმოების ავტორიტეტის პარაზიტირება ხდება თორე. გახსენი რა არის იქ ახლა რა შეიძლება ნახოს იქ ან რას გააკეთებენ. თან მე ვნახეთ სულიად შემზარავი კადრები, აი ეს სადღაც ქალაქ გარეთ რო გაყავთ. ეს ცხოველები და იქ ტოვებენ. და მე რო ხო მე თან დამემართა რომ მე არასდროს რა ნახევარი ცხოვრება განსაკუთრებულად ძაღლები არ მიყვარდა, არ მქონდა რაღაცა ცოტა მეშინო და კიდევაც გაუცხოებულად გზნობდი თავს და მე რამდენიმე წელია კარდინალურად შემეცვალა დამოკიდებულება ერთი რომ ჩემ ძმის
ძაღლთან დავმეგობრდი, მაგრამ მაგის გარეშეც რაღაც უცებ შემეცვალა პანდემიის დროს ქუჩაში ძაღლებს დავმეგობრდი და ეხა პირიქით ავარ და ჩემს ბაბლები თუ რა ვიცი რაც ქვია ბუშტუკები თუ რაც თქვით ჩემ გარშემო როგორც წესი ცხოველთა მოყვარულის პოსტები მხვდება, მაგათი კომენტარები და მეც რაღაცა მათ აქტივისტი არა ვარ და ეგრე ძალიანაც არ მიყვარს ცხოველები რომ ანუ ამით ჩემი არ ამყავს და რაღაცა მაგრამ მაგის მეორე მხარესაც ვხედავ რომ არის უამრავი ადამიანი ვინც ჩივის რა თქვა ჩემუბანში ღამე გასვლა მეშინია არიან აგრესიული ძაღლები და ვიღაცამ რაღაცა უყოს ანუ ისიც მესმის რომ არის უბნები სადაც უპატრონო ძაღლებს უნდა მიეხედოს იმიტომ რომ ჰუმანურობა ყველაფერი მესმის მაგრამ რა ვიცი თუ დაკბინა ერთხელ და ორჯერ ადამიანია ერთხელ დაკბინა ადამიანი და პატრონი არ აყავს მესმის რომ შეიძლება დააძინონ ან წაიყვანონ ან ესა მაგრამ მან შენი არ იყოს გჭირდება დახმარება გასარჩევად ზევიდან ბრძანება რომ მოდის ტიპები მოდიან და მიყავთ უბნის ძაღლები რომელიც რავი კიდევ ერთხელ არც ძალიან მოყვარული არა ვარ ამ ძაღლებს მაგრამ ჩემ გარშემო ძაღლები რო გაქრნენ შეიძლება ვიტირო თან ზოგი ტიპი რომელიც შეიძლება წაიყვანონ აი თქვა შრალხიდან კუთხეში არიან ძაღლები არ განსაკუთრებული მეგობრობა მაგათთან არ მაქვს მაგრამ საღამოობით განახოლმე და ერთობიან იმით რომ მოტოციკლეტი რო ჩაივლის და რაღაცა ყეფით მისდევენ ისე გარშემო არავის არ უყეფენ ეგ არის მაგათი საქმე სამსახურში მიდიან 1-2 საათი მაგას აკეთებენ და მე რა თავის საქმეებზე არც არავისთვის უკბენიათ არც არავისთვის საშიშროება არ შეუქმნიათ იქ რო ხარ რაღაცა ერთობი ხაიგენ რო წაიყვანონ არა არ იქნება სწორი. ანუ ბევრი ძაღლია რომელიც შეიძლება დისკომფორტს გიქმნი და შეიძლება ცოტა გაშინებდეს, მაგრამ თუ იცი რომ ყებს და უბნის არის და პატრონი ყავს და ვიღაცა იქ აჭმევს ბოროტება არის იმათვის რაღაცის დაშავება, იმიტომ რომ ეხა ეგ რა ვიცი ძაღლები აი სხვა არ არის საწონდასაწონია ყოველ ჯერზე რომ მესმის რომ ზოგი არის რომ უნდა წაიყვანო და მოაშორო იქაურობას, იმიტომ რომ ყველასთვის პრობლემურია, მაგრამ მოაშორო ხო ყავდი მოაშორო თან არა თუ ვიღაცა მიყავს და ის არის პრობლემური თავშესაფარ ზოგი შეიძლება დააძინო არ ვიცი რა ვიღაცას უკმენს და არც იმას არავინ არ წაიყვანს და იქ წამებით მოკლა არის იმაში უდაბნოში თუ სადურშვებენ ხოლმე ხო ხალაგარეთ გაყავთ სადღაც და რა ვიცი ეგ არის წამებით მოკლა მაგაზე წამიკითხავს ანუ ის არის რომ მაგას ჯობია რომ დააძინო ტიპებიც რომ სახში რომ ძაღლი აღარ უნდა და ბუნებაში რომ უშვებენ ხოლმე მაგას ჯობია რომ თვალებში ჩახედო და თქვა რომ შენ ანუ იქ წამებით კვდება და არის უბედური და რაღაც საშინელება ემართება იმის თავს და მაშინ ბარემ ჯობია რომ სწრაფად და ისე ისაქნას არ ვიცი ანუ კიდევ ერთხელ მაგისი პონტი არის რასაც შენ ამბობ რომ უნდა იყოს ეგ მსჯელობის საგანი უნდა იყოს არასამთავრობოები აქტივისტები რომლებიც ბლომად არიან და რომლებიც აი რავი შეიძლება რაც თქვი სისულელია და ვიღაც დამიჯდეს მწოდნე და სხვანაირად უკეთესად ამიხსნას ბაზარი არ არის მე რაც ამიკითხავს იმას ვიმეორებ და არის ხალხი მთელი ცხოვრება მაგას მიუძღვნა და ასევე ვიცნობ ხალხს ვინც არიან აი ძაღლების ძალიან ისეთი მოყვარულები მაგრამ ამავე დროს აღიარებენ რომ პრობლემა როცა არის ესე უნდა გააკეთო ისე უნდა ქნა უმუშავია ხალხი მაგაზე ანუ რავი გამოცდილება აქვს თავიანთი იმებით კი და ისედაც აი ეს ადამიანის ცივილიზაციას რო გადაავლო თვალი ხო აი ძაღლი მოყვება რამდენი ათასობით წლებია ხო ძაღლი მოყვება ადამიანს ხო აი ამ პლანეტაზე ხო უფრო ახლო მეგობარი უფრო ახლო არსება არ აყავს ყველაფერს თავი დაანები აი რო ავიღოთ შედევრები ან არა შედევრები ლიტერატურა ავიღოთ რა ვიცი სახვითი ხელოვნება ავიღოთ აი ადამიანის მერი ალბათ მეორე ადგილზე არის ძაღლი მისი ერთგულება მისი მონაწილეობა ამ იმაში ადამიანის კულტურულ ცხოვრებაში მაგრამ ხო გეუბნები რაღაცნაირად აი ის როდესაც ქვეყანა გზას აცდება და რაღაცნაირად მიიწევს აი ამ იმის ავტორიტარიზმისკენ და არასწორი მიმართულებით მიდის ხო აი ეს ჰუმანიზმის პრობლემა იჩენს თავს იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეს არ არსებობს სამართლიანობა ზარალდება ხო უსამართლო საზოგადოებაში ადამიანის ფასიც იკარგება სადაც ადამიანის ფასი იკარგება იქ ყველაფრის ფასი იკარგება ცხოველის ფასიც იკარგება ფრინველის ფასიც იკარგება კულტურული მემკვიდრეობის და საერთოდ ყველაფრის ფასი იკარგება ხო და რაღაცნაირად ამას გავს თორე ახლა ის რომ რა ვიცი აბა სად შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ძაღლის მიმართ აგრესია აი სად შეიძლება ისწავლოს სად აი სად სკოლაში ასწავლეს ბაღში ასწავლეს უნივერსიტეტში ასწავლეს სად შეიძლება იცი რა არის ძროხა სხვა ამბავი არის იმიტომ რომ ძროხა გამოგიხდებიან არა სხვა ამბავი იმას კი არ ვამბობ რომ სასტიკად უნდა მოელს მაგრამ ძროხის ხორცს აკვებად იყენებ და ეს კულტურული ჩვენ კულტურაში არ არის თორე მე ჩვენზე ვლაპარაკო ჩვენზე ვლაპარაკო
ჩვენზე ვლაპარაკობ ხო და აი ესეთი ამბავი არის ხო აი როდესაც რაღაცნაირად საზოგადოებას აქვს ამის პრობლემა ხო სამართლიანობის პრობლემა და რაღაც ბევრი რამე არასწორი ხდება ხო იქ ასეთ საზოგადოებაში იჩენს ცხოველების მიმართად ესეთი მოპყრობა ნუ წარმოუდგენელი ამბავი არის ის რომ აი ის პრობლემა არ არის რაც აი რაღაცნაირად აი სირთულეს უნდა იწყებდეს იწევდეს ჩასაფრება ხდებოდეს, რაღაცნაირად პოლიტიზირება ხდებოდეს, ხო, აქ თვითონ ეს ორგანიზაციები, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ ცხოველების არსებობაზე, მათ შემდგომ ბედზე, ხო, თვითონ უნდა იყვნენ გახსნილები და ამ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან თუ ცალკეული უფლებადამცველები, ხო, იმათთან მუშაობდნენ მონიტორინგის თვალსაზრისითაც და კონსულტაციების თვალსაზრისითაც. რა პრობლემა არის? აი რა პრობლემა არის? აქ აი ჩასაფრების მუღამს ვერ ვხედავ. ეს რაღაცნაირად არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მნიშვნელოვანი ჯგუფი არის საზოგადოების გადმოიბირო, ან თვითონ ხო, აი როგორი რაღაცა არის, იცი, აქ მხოლოდ ჰუმანიზმის ამბავი არის, თორე ეს ცხოველთა უფლებების დამცველებიც არ არის საზოგადოების ესეთი გავლენიანი პირები, რომ რაღაცა ატერორებდნენ ვიღაცებს, ხო? ყველა ეზოში, ქალაქში, მრავალსართულიან კორპუსებში ერთი ან ორი ძაღლი არის მიკედლებული, რომლებიც ხო გეუბნები, აი რაღაც იმასავით არის რა, აი წევრივით არის, უბნის წევრივით, მეზობელივით არის, ხო? რომლებზეც ზრუნავენ, აჭმევენ, ასმე, ხო, იმას თან ხო ის მართლა საყვარელი არსებები არიან, ხო? ის ნაცნობის ავტომობილი რო შემოდის, იმას სხვანაირად ხვდებიან, უცხო რო შემოდის, იმას სხვანაირად ხვდებიან. ბავს სხვანაირად და ასე შემდეგ, ხო და ხო, არ ვიცი რა, აი ეს ისეთი ის არის, მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად იოლად გადასაჭრელი პრობლემა, რომ აი იმდენად არასწორად ხდება რაღაცეები ქვეყანაში, რომ აი ასეთ მარტივ ამბავზეც კი სერს წაიტეხენ ხოლმე, ხო? იმიტომ რომ საზოგადოების კონტროლი ყველაფერს სჭირდება, ეგეც სულ რო იყოს იდეალურად გამართული სახელმწიფო შტო, ყველანი მხოლოდ დანიშნულები არიან, არა თქვა პოლიტიკური მოსაზრებით და არა იმიტომ რომ რაღაც სხვაგან აქვს ამსახურება და ხელფასს იღებენ, არამედ თვითონაც ამ წიაღიდან არიან წამოსულები, სულ რო ტოპ აქტივისტი დასვა ამ სამსახურის უფროსად, იმასაც ეცოდინება, რომ ყველას ყოველთვის ვერ გააკონტროლებ და ვიღაცა გჭირდება, ვინც გეტყვის, რომ ეს ტიპი რაც შენ გააკეთე არასწორი იყო, აქ მეტი იყო გასაკეთებელი, ეს ტიპები სასტიკად ექცევიან ძაღლებს. ხო, მართალი ხარ, რომ ძროხები ბევრი სულიერი არსებობს და ბევრი შეიძლება კომენტარშიც დაწერონ და შეიძლება ისედაც ვთქვათ, რომ აი რა განსხვავებაა, ხო? ჩემთვის არის, შეიძლება ცოტა ფარისევლობაა თუ არ ვიცი რა ქვია, ძაღლი და კატა სხვა არის. და ძროხა და თხა სხვა არის. ერთ ჭამთ, მეორე საჭამთ, კულტურას გააჩნია, ზოგან ცხენს ჭამენ. ჩვენთანაც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ცხენით რაღაცა იმის ნაწილია, პიროვნება არ აქვს ყოველთვის რაციონალური ახსნა, რომ ესე დაალაგო რატო არის სხვა და რატო არ არის, მაგრამ ძაღლის სხვა ტიპია კიდე და კიდე ერთხელ მესმის, რომ ზოგი შეიძლება მოსაშორებელი იყოს, მაგრამ არის ქირურგიული ჩარევა მან საჭირო და არა ესე რომ მიაყოლო ტიპები ოჯახის წევრები არიან, ხარ ას ლაპარაკობ და უბნელები არიან და კოლორიტები არიან და მაგათ გარეშე არ არის აი რო ვამბობდი სად სწავლობენ მეთქი ხო სად შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ეს სისასტიკე და აი სად შეიძლება შეგზულდეს ძაღლი ხო კულტურაში არსად ალბათ ხო ჩვენს ყოველ შემთხვევაში ჩვენს კულტურაში ეგ კი არა აი რაღაც მარტივი მეტაფორა არის ფილმებშიც ხო აი ძაღლებს ვინც სასტიკად მოთხრობებში და არჩილ სულაკაურის მოთხრობა გამახსენდა და ბევრი სხვა ფილმებშიც და მოთხრობებშიც ხო აი განსაკუთრებულად ბოროტ ტიპების გამოყვანა რო გინდა ხო აი ზაღლს უნდა ცემდეს ზაღლს უნდა აწვალებდეს დუღარეს ასხამდეს და რაღაც ეგეც უნდა უკეთებდეს ხო ანუ ტიპი თუ გინდა რომ ესე ის გაიმარტივოს საქმე და ბოროტად ჩამოაყალიბო და ბოროტად წარმოაჩინო ზაღლებს უნდა ეპყრობოდეს სასტიკად მე ვფიქრობ ამ პრობლემის ერთ-ერთი თავი და გასაღები საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი არის აი თვითონ ეს მთავრობის განკარგულება რომ 412 ჩვენ საიძე არის ამაზე თეატოფურიას მასალა არის ხო კარგად გაკეთებული და ის აღწერილი თვითონ ეს მიზეზიც აღწერაც ფორმაც როგორ მოხდა ხო და 412 განკარგულება რომლის მიხედვითაც აკრძალულია ძაღლის დაბრუნება შენ რო ამბობდი ძაღლებს აიყვაენ აცლავენ დაჩიპავენ რაღაც სტერილიზაციას გაუკეთებენ რაც ორი გამოსავალი არის
ხო, იმ თავის ადგილზე იქნება, რამდენი წელიც იქნება და ნუ იმ ტერიტორიაზე თვითონ იქნება და რო არ იქნება სიტყვაზე, აღარ იქნებიან და სტერილური რო არის, ვეღარ გამრავლდება და რაღაცნაირად ეს პრობლემა გამარტივდება. უყურე, ხო წაიყვანენ, ახლა ქალაქგარეთ რატომ იყავთო რა, უყურე. აი ეს არის, ხო? ძაღლის დაბრუნება აკრძალულია სკოლებთან, ბაღებთან, კლინიკებთან, ბაზრებთან, კვების ობიექტებთან. ახლა რა არის, იცი? ქალაქი არის, აი ეს ობიექტები არის განაწილებული რაღაც თანაბრად და ამათ შორის და ამათ გარშემო არის ადამიანების საცხოვრებელი ადგილები. ხო, აი რაღაც აი აბა საწავლენ, ხო? პარლამენტი. ნუ საწავლენ, ან მაღაზია, ან რა ვიცი, ან სასადილო რესტორანი, კაფე, საყავე რა. რას ნიშნავს? აი ხო წაიყვანე მაგალითად მიკედლებული იყო ეს სკოლებიც ხო შენობებთან ახლოს არის ფაქტობრივად ჩემი სახლი ჩემის მე რომელი სკოლას დავამთავრე იმის ეზო არის მაგრამ კვების ობიექტები არის მან სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ არაერთი კაფე ვიცი და ბარი ვიცი სადაც თავიანთი ძაღლები ყავთ რომლებიც იქ ცხოვრობენ ანუ სამი მახსენდება ხო და ანუ რო წაიყვან ხო უკან იქ აღარ უნდა მოიყვანო წაიყვანო და ტყეში გაუშვო და იქიდან რო არ წაიყვანო ხო შეიძლება არა, ნუ წაყვანა ხო ხდები იმისთვის, რომ აეცრათ სტერილიზაცია გაეკეთებინათ და მერე უკან დააბრუნო, ხო? ხო ესე აკეთებენ. კარგი პრაქტიკა არის ეს, რომ წაიყვან ამ ყველა პროცედურებს ჩაუტარებ, გააჯანსაღებ იმას და დააბრუნებ. იცი რა არის? არ ვიცი ახლა ხო, ადრე 90-იან წლებში დავბერდი და მაშინაც რო ჟურნალისტად მუშაობდი, მაშინ გავრცელებული პრაქტიკა იყო ამ იმის ძაღლებთან ბრძოლის ესე იყო რომ ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყო რა ბედი ეწეოდა არავინ იცოდა დაიჭერდნენ ძაღლებს შეყრიდნენ და წაიყვანდნენ გააქრობდნენ და რაღაც ესეთი ეგ მახსოვს მეც ხო ანეკდოტური სიტუაცია არის იმდენად ის არის ესეთი ლოგიკურად გამართული და ის რომ დაჭერილი ყავდათ და ეს მიყავდათ იქ აჩვენებდნენ რომ აი დავიჭირეთ გადაუხდიდნენ ფულს წაიყვანდნენ იქ კიდე აჩვენებდნენ აი დავიჭირეთ და ეს დაჭერილი ძაღლები დაყავდათ და ხო, მოკლედ შავყურა თეთრი ბიმი გახსოვს? ხო, ეგ ადრეც ჩორნი ბიმი დალაიო ხო, გულაპარაკია ამაზე? მე მგონი, წინა გულაპარაკია. წინაზე ხარ გულაპარაკეთ წინა კვირას. შეიძლება წინაზე, შეიძლება წინის. ფილმიც არის და წინიც არის, საბჭოთა ფილმი იყო ძალიან ცნობილი. ქართულადაც არის თარგმნილი, ახლა აი ბუკინისტებში, ჯგუფებშიც მე წიგნი ვარ წაკითხული, ფილმი არ მაქვს ნახე და მე მგონი შენ მოგიყავით ამაზე, რომ მთელი ფილმი არის შავყურა თეთრი ბიმი დაიკარგება ძაღლია. ისე რომ აი თითქმის იპოვა ტიპმა და ბოლო მომენტში კვდება და არის ძალიან ტრაგიკული. ხო, აი ხო რა ნორმალურ ხო, ხო, აი ჯეკ ლონდონის ის მოთხრობებშიც არის და ნუ ძაღლი არის ერთმნიშვნელოვნად ადამიანის მეგობარი და აი ადამიანის მიერ შექმნილი კულტურის, რა ვიცი, ესე ცოცხალი გვირგვინი, ხო? და თუ კი ვინმე კარგი და ქომაგი ყავს ამ პლანეტაზე იმას ადამიანს, თვითონ ერჩის ყველას, მაგრამ ძაღლი არის ესეთი სრულიად უანგაროდ, ხო? ხო, არ იყავი კარგი ადამიანი და მეტი არაფერი არ უნდა. ხო. ერთი ის ამაქვს ამბავი გასაზიარებელი, რომელიც არაფერ შუაში არ არის არაფერთან, მაგრამ ბოლო ორი კვირა მაწუხებს და თქვენ მოგიყვებით. Facebook-ზე შემხვდა ბაღდათის ჯგუფში. ვიღაცა შედო ხუთლარიანი ვიპოვე ბაღდათის და არა ბაღდადის. არა, ბაღდათის. ხო, რა, ნიკო ახლა ხო იცი რეები ხდება რეგიონში და შეიძლება ბაღდადის ჯგუფშიც ხარ. მოვყვები ხა და მე ისქენი. ხუთლარიანი იყო, რომელზეც ეწერა ჩემი მამიკოს უკანასკნელი საჩუქარი. და ხო არ იცით, თუ ვინმე ხო არ დაკარგვიათო და იქ მოკლედ გამოხმაურება იყო, ჩემი დის არისო 14 წლის ამ გონი შეიძლება 13 ან 15 იყო, რომელმაც მოყვა სად დაკარგა და როგორ და მოკლედ ის დაუბრუნეს და ძალიან გული ამიჩუყდა მაგაზე. ანუ რა ნახე რაღაცა თვითონ ამბავი თვითონ ის რო აი რაღაც ეს ჩემი მამიკოს უკანასკნელი საჩუქარი მოქმედებს ჩემზე ისა. გავიდა ერთი კვირა და მე შემხვდა მსგავსი პოსტი ოღონდ სხვა ჯგუფში. ამჯერად 20 ლარიანი იყო და მამის ბოლო საჩუქარი თუ რაღაცა წერე რომ ეს ვიპოვეთ და ხო არ იცით ვისი დაკარგულია, რომელიც აშკარად უკვე ვიღაცამ თვითონ დააწერა და რისთვის შვებიან ხოლმე არ ვიცი შეერებისთვის რაღაც engagement-ი და ეხლა თან Facebook-ი ფულს რო იძლევა შეიძლება $20 გამოიმუშავა საქენე თუ მეტი თუ რაღაცა ისა ისე ნერვები მომიშალა, იმიტომ რომ მე გამიშდა შეკითხვები რომ იქნება ის წინაც ტყუილია. ხო, ალბათ არ იყო, მაგრამ თავისუფლად შეიძლება რომ ორი ისა ყავს აკაუნთი ერთი დაპოსტე და მე ვიღაცა ნინა უპასუხებს რომ ჩემია და ეს დაწეს რომ გადავეცი და ყველა გულები ცრემლები რაღაცა 100,000 ნახვა და მე რეალურად იმიტომ რომ არ ვიცი რამდენი გააკეთა მაგაზე. და რაც ის გამიჩნდა რომ თან ეგ ისეთი ამბავია რომ
მოთხრობაში რომ იყოს კარგად გადმოცემული მაგაზეც ვაღორღვარებ ცრემლებს, მაგრამ გაცურებულად არ მინდა რომ თავი ვიგრძნო რომ აი ნახე მოგატყუე თუ რაღაცა come on და მე თან გონია რომ ის პირველი ნამდვილი იყო და ამ მეორემ გამიტრუხა ის პირველი და მე თქვენ დედავატირეს უყველასი რა პონტია. ისე ახლა არ ვიცი მაგ მასშტაბის არის თუ არა, მაგრამ აკეთებენ ეგეთ რაღაცას ის ამ იმისთვის engagement-ის გასაზრდელად, აი დაწერენ მაგალითად ფოტო არის და ნუ ძალიან ცნობილი ვიღაც სპორტსმენის იმის ოჯახის წევრი გარდაიცვალა და ნუ ახლა ეს ახალგაზრდა ადამიანია რაღაცა ის ხო და შეხვალ ნახა ოღონდ აი ესე ძალიან ცნობილი სპორტსმენის ოჯახის წევრი ნახავ სიტყვა ახლა ყველა ადამიანის ის მაგრამ აღმოჩნდება რომ არც ეს ქვეყანა არ არის არც ესეთი ცნობილია არც რაღაც თლათ ოჯახის წევრი არა ხო ზოგადად ის მაგრამ ხო არასწორია რა რაღაც ხო ამას აკეთებენ ხო არ ვიცი რაღაც უცნაურ ჯგუფებს გიგდებს ხოლმე რომლის წევრიც არა ხარ? ბიჭო ჯგუფებსაც მიგდებს და ესე ადამიანებსაც რომ ხო ანუ ადამიანებს დროდადრო რომ მიგდებს რა თაღლითების ჯგუფი თუ რაღაცა ეგეთი ქვია რომ ვიღაცის ფოტო ვიღაცა კაცი დგას და ამას არენდოთ ამისი დედა და კომენტარებში ხმე მაგისი ეგ ვინ ჩამოათრია რაღაც არც წერია რა დააშავა ვინ არის მამუკა აგინებს ვიღაცას რომელიც ფოტოზე არის გამოსახული ეს ტიპი არსებობს მართლა ცუდი ხო არ არის აქვს 100-ობით კომენტარები 200-ობით ნახვა ამას გარდა მიგდებს ხოლმე ბოლტის მძღოლების ჩივილებს რომელიც ზოგი არის გასაგები ზოგი არის ისე რომ ეს შეკვეთა ვინც აიღო იმას დედა და მე სხვაებიც თქვენი დედას უყველაში სუდედის გინება აღარ მინდა ბოლტში ჩავჯდე იმიტომ რომ რაღაც სულ მგონია რომ გადავალ ვიღაცამ უნდა მაგინოს რომ ცოტა დაჭერა თუ მეტი შუქრიშანთან ეგრეც ხო არის ეხ არის რომელიც სპეციალურად დაჩერებინებს ამბობენ რომ ვითომ მერიასთან დაკონექტებულები არიან და სპეციალურად აჩერებინებენ ამ მძღოლებს ისეთ ადგილას სადაც კამერაა და ჯარიმას აწერინებენ სადაც იქ არ შეიძლება გაჩერება მაგრამ რატო აჩერებ? რატო აჩერებ? მე მხვდება ხოლმე ფოტოები ვიღაცა გაბლარული ქალების და იმათ აგინებენ მერე და როგორც ხვდები ისინი იძახებენ ტაქსის და ლიცენზიას უმოწმებენ და თუ ლიცენზია არ აქვს გაჯარიმებენ და მაგაზე არის ხოლმე რომ აი რაღაცა ჩვენზე რატო მაგაზე გულისტკივილი მესმის თუმცა ისიც მესმის თუ ლიცენზია ვიღაცამ და შეამოწმოს არ ვიცი ბოლტის იმაზე კურიერზე გამახსენდა ცინკვესებს უსმენთ შენ გვიგდებ ხოლმე ჩეტში და იქიდან ვიცი ძირითადად ხო რა შენგან ხო თუ ვინმე მიხვდება რა იმათ სასაცილო რაღაცეები აქვს ცოტა ზღვარზეც გადიან ხოლმე მაგრამ ცოტა თქვენ არა ნუ თუ დახავენ თვითონ რა არა რა არის ხუმრობა აქვს რა ხუმრობა მიშა ცინცაძე ის ადრე იმის იყო ვანო შოუს და შაბათი შოუს და იმის არტისტი კომიკოსი კიდე რა ქვიათ მაგათ იუმორისტი რომელიც ძალიან იჭიერი არის ადამიანი ორკესტრი ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და ყველანაირ სიმღერას ვღერის თავის გადაცემა გაკეთებული და უმეტეს შემთხვევაში ძალიან იჭერად ხუმრობენ ის დანარჩენი ის არის სიმღერები აქვს ხოლმე იუმორისტული რომელიც გადაკეთებული ხო და ნუ ძალიან ოღონდ ისე რა სასაცილოდ გადაკეთებული ცოტა ზღვარზე არიან იმეების რაღაც ღირებულებების ხანდახან დანისწრები პირზე გაივლიან ხოლმე მაგრამ ხანდახან გადაუწდება ნუ დაუწყებთ ესე პლუს მინუსების დათვლას ხო და ბოლოს დღეს გამოვაგზავნე ძველი ინდური სიმღერა ჯიმი აჯა გადაკეთებული არ ვამბობ სიტყვას მაგრამ ნუ და ჯიმისთან იყო კავშირში და რაღაცა ხო მაგრამ ბოლტის კურიერიო ხო ნუ ხო მოკლედ ნიკო აი ახლა ამდენს ლაპარაკობთ რაღაც და შენ რამე იგრძენი რომ დენი გაძვირდა თუ იმდენად უმნიშვნელო გაძვირება არის ეს ან შენი შემოსავლებია იმდენად მნიშვნელოვანი რომ რას არა გათვლებით როდის აი უკვე დაიწყო ანუ იცი როგორ ამბობს როგორ ტრიალებს პიპინი არის 33%-ით გაძვირდაო ესე აი იმ კატეგორიაში რაშიც მე შევდივარ 100-დან 200-მდე შეიძლება 200 გადავწდე კილოვატს განმავლობაში მაგრამ ძირითადად 113%-ით გაძვირდა ხო და 25 თეთრი გახდა 1 კილოვატი ხო იცი რა არის მარტო ეგრო იყოს და ხო ზოგადად ძვირდება ყველაფერი და ეგ და თან ძალიან ცინიკური არის აი რო არ თქვა არ შემიძლია რა რომ რაღაც მექანიზმს ამუშავებენ როგორ უნდა გაიაფონ რამდენიმე თვეა მარტო მაგაზე ლაპარაკობდნენ რომ გაძვირდა რატო გაძვირდა დენი არ გაძვირდება რაღაცა და მე ვсё გაძვირდა
იცი რა რომ მესმის რომ შეიძლება გაძვირდეს ხანდახან ნუ აი რაღაცა მაგრამ იმის ფონზე რომ ეხლა ლაპარაკი იყო რომ ტიპები დაიბარეს მარკეტების გამყიდველები რომ ეს ფასი ამას რატო ადევს და კვერცხი გავაიაფეთ და რაც ანუ პრობლემა ის არის რომ დენი არ არის დენი გაზი და ბენზინი რო ძვირდება ყველაფერი იმიტომ რომ სულ ყველას ვინც ოპერირებს და დენთან აქვს შეხება რაც არის საერთოდ სულ ყველა იმათ უძვირდება თვითღირებულება და მე გადმოდის შენზე ანუ ის შექმნეს კომისია შექმნეს ვიღაც მილიონერის ისი გამოსაც ვიღაც არა ვიღაცები ანუ რადიო თავისუფლებაზე წავიკითხე ვინ უზის სათავეში ამ კომისიას ხო და უყურე როგორი რაღაცა არის იცი ვიღაც მუშაკაცი ვერ ნახეს რაც დაკოჟრილი ხელებით რო შვილოსა რაღაცები უთხრას რომ ეს გამიიაფეთ და იქ რაღაცა ცოტა ის რომ არა თვითონ ცინიზმის დონე უბრალოდ იქ ახლა აი აურა ეს აი კომუნიკაციის ფორმა რაც არის ხო სრულიად ამაზრზენია და მიუღებელი არის აი თითქოს ტიპები ყავთ დაბარებული რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი და უნდა გამოტეხონ. ახლა უყურე ვინმე რომ არ დამწამოს რომ აი რაღაც ის მე ჩემ თავს აღვიქვავ აი მომხმარებელი ვარ, არა ვარ დამსაქმებელი. აი როგორ გითხრა ღარიბი არა ვარ მდიდარი, აი მილიონერი მე არა ვარ. იმათ პოზიციიდან ვერ ვილაპარაკებ. როდესაც აი რაღაცა ეს ურთიერთობები არის ხოლმე, ხო ყოველთვის ხო შენი ის არის აი ათulis კოორდინატა სისტემა საიდან აკვირდება აი როგორც რომანს რო კითხულობ აი გამომძიებელის თვალსაზრისიდან უყურებ დამნაშავის თვალსაზრისით სულ ვარ აქეთა მხარეს აი მომხმარებელი დაიჩაგრა აი დასაქმებული და აი არასოდეს რომ აი აბა რა ეკნა დამსაქმებელს აი აბა რა ეკნა ბატონ იმას თვითონ ხوار მოიჭრიდა თორნიკეს ხო რომ აი ასე მილიონი ადამიანი ცდილობს მასთან დასაქმებას და ყველას ის და ის ერთია და სხვები 1000 და ესი არ მაგრამ ნუ რაღაც სასამართლო ხო არ არის რომ აი რაღაც იმაში ცუდ საქმეში გამოჭერილი ტიპები და ამ დროს მათზე რაც არის დამოკიდებული აქციზის გადასახადი დღგ-ს გადასახადი ხო რაც ეფექტიანად სწრაფად და უტყუარად შეამცირებს ფასებს ხო აი სიგარეტის არ ვეწევი, არა მაქვს არანაირი ინტერესი, რომ სიგარეტი ძვირი იქნება თუ იაფი იქნება, ეს ჩემს ჯიბეზე არ მოქმედებს. მე არ ვეწევი. გიორგი ეწევა, მაგრამ გიორგი ჩემთან აღარ ცხოვრობს. დათუნა ჩემთან არ ცხოვრობს, მაგრამ დათუნამ დაანება თავი. ორი ხოჭერ დათუნას. ხო და არ ეწევი. ანუ ოჯახში არავინ მე არ ვეწევი, ჩემი ცოლი არ ეწევა, შვილიშვილები პატარები არიან, არ ეწევი. ანუ პირდაპირ ინტერესი არ მაქვს. მაგრამ ვინც ეწევა იმის გამო რომ ძვირი არის ეს ახლა ხო ის არ არის ციდან ჩამოვარდი და პირველი შემთხვევა ხო არ არის ხო რაღაც კვლევები არსებობს რაღაც სტატისტიკა არსებობს დაკვირვებები არსებობს გაძვირება და დანებება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არის პირიქით ყიდუ ცდილობს ცუდი იყიდოს კონტრაბანდული იყიდოს ასე შემდეგ არანაირად მწეველი ტიპი იმის გამო რომ გაუძვირდა შეღაგინებს უმისამართოთ ან მისამართიანად შეიგინება და მაინც მოწევს ხო უბრალოდ კიდე ატყავებ და ის რომ აი ჯანდაცვაზე მიდის ეს ფული ის რო არის რა ამერიკელის ბაკლი იმისის სიგარეტის დიდი მსხვილი კორპორაციის ის რო არის PR მენეჯერის სტრატეგიების ციგნი არის ესეთი მადლობთ რომ ეწევით thank you for smoking რომლის მიხედვითაც ფილმიც არის გადაღებული და ფილმსაც არაუშავს სასაცილოა ციგნი არის ძალიან კარგი ანუ ფილმი ნორმალურია ციგნი არის ძალიან სასაცილო ხო რომ აი ახლა ეს იმიტომ აძვირებენ აქციის რომ ნუ სიტყვა ჯანდაცვაში მეტი ფული ჩადონ და მე სიგარეტს რო ავდგები და სიტყვაზე იმას ვეწეოდი შედარებით ნორმალური ხარისხის თამბაქოს და ახლა რომ ნაგვის მოწევას ვიწყებ ამით მე კიბო რო გაუჩნდება უმკურნალებ უკეთესად არ არის ეს კავშირი თუ გაიაფება გინდა აი ესე საწვავზე აქციის გადასახადი არის ხო ბევრი რამე არის რითიც შეგიძლია თვალსაჩინოდ გააიაფო პროდუქტი მათ შორის პური გაიაფთება, ბევრი რამე გაიაფთება, საწვავი თუ გაიაფთება, მაგრამ მე ბიუჯეტს ვინ შეავსებს ამ გაზრდილ ხელფასებს ვინ ხო, დაფინანსებს და რა სამეთელი მუშაობდა პურის ფასის გაზრდის ზრდის ხო, ის ანტიმონოპოლური სამსახური რომ მუშაობდა და ბოლოს ცალკე კომისია ბოლოს დაადგინეს რომ გაძვირდა რა. გაძვირდა და აი გასაძვირებელი იყო და გაძვირდა. რატომ მე სიგარეტს ჩააწირე არ მე თან წეველი კაცი ვარ მაგრამ ნუ მან არ შემოვალ იმიტომ რომ რაღაცა მაგრამ დანარჩენი მე შენი არ იყოს ანუ ის არა ვარ
დიდრად არ მივიჩნევ თავს, რაღაცებს არ ვიკლებ ხოლმე, მაგრამ სეილზე ვყიდულობ. და ისა არ საჭთა მცილის ხოლმე ჩემი შვილის უმაღლეს, იმიტომ რომ კარგი რაღაცას რომ მოვიტან სეილი იყო, ხო? ყოა თავის ფასში, ხო არ მომიტანდი ამას და იქ ეხა ევრომარკეტში პარმეზანზე სეილია თუ ნიკორაში არის თუ სადღაცა, ეგენი ვიცი ხოლმე. ჩამოვსკროლავ სადღაცა და ნუ ვცდილობ რომ კარგი რაღაცები დროდადრო მქონდეს, ანუ თქვა პარმეზანის ფული მქონდეს, მაგრამ თავის ფასში არ ყიდულობ. კარგი თავის ფასში არ მიყიდია 2 წელი, იმიტომ რომ უძვირესი არის და სულ არის სადღაცა სეილი. ჩასაფრებული ვიყავი რომ ან ევრომარკეტში იყო, ან ნიკორაში იყო, ან რაღაც კარფურშიც არის ხოლმე ხანდახან. ის ბრინჯი იქ უფრო იაფია, იქ ნუ ეგრევე ცხოვრობ. ანუ რაღაც შეიძლება ცოტა ძვირი მივცე, მაგრამ ფასდაკლებული ეს რაც ვიყიდე და მე რაც ვთვლობ ხოლმე რომ ჩემთან გავამართლო რომ აი ზეთი ვიყიდე 6 ლარად, მაგრამ ეს ზეთი ხო ვენახევარი მეყოფა და რაღაცა უკეთესია და ნახე თავის ფასი იყო 20 ლარი და მე ამოშტება რომ ეს კაი ზეთია. ხო, ნიკო აი სულ გინდა არ გინდა ახლა ჟურნალისტიკაში ესე ხდება რომ ესეთი ცუდი ამბები უფრო ექცევა ფოკუსში და ეს ცუდი ამბები ბჭყალებში უფრო საჭირბო თუ ამბები არის და უფრო მეტი ინტერესი არის საზოგადოების და ბუნებრივია მედიისაც, მაგრამ აი ეს მთვარის მისიის ამბავს თუ მიადევნე ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან ესე იყო დასავლურმა მედიამ გააშუქა ძალიან ვიცი რა არის უსაყვედურეს რომ აი ამდენი წელი რომ მისია მზადდება უფრო ეფექტიანი კადრები შეიძლება ყოფილიყო და რაღაცა, მაგრამ თვითონ მნიშვნელოვანი არტემისი 2 ხო? აი ვიცი რა არის? თვითონ ხო ეს მნიშვნელოვანია ისედაც ეს კოსმოსში მოგზაურობაზე და ამ თვითონ ამ NASA-ს ტიპებს როგორი ისაქვთ ეს ლამაზის და თან ხო იცი მაგაზე წავიკითხე. იცი რა ფუნქციური არის? ჩათვალე რომ ცალკე ისა გაქვს აი კაფსულას ხო რომ ჟანგბადის ისა ნახი გამოცემის მოკლედ რამოდენიმე დროის დიკაი დროის განმავლობაში სიცოცხლის იმას რა ქვია ხარისხს. ხო ცხოვრების ხარისხს აი ცხოვრების ხარისხი არ ქვია, მაგას არ ამბობ თუ კიდევ. ხო რომ აი შეგიძლია რომ გაქაჩო რა ამით რა რომ რაღაც ექსტრემალურ პირობებში მოხდე ხო სიცოცხლეს გაგიხანგძლევ და ესთან ხარისხიანად გექნება შედარებით ჟანგბადი და რაღაცა ხო მოკლედ ძალიან ის არის თვითონ ეს ეფექტიანი ფორმა არის და თვითონ ეს მისიაც ხო მთვარეზე მიგნევ 384,000 კილომეტრი არის მთვარემდე 10 ხო რაღაც რამოდენიმე დღის განმავლობაში ამას ორბიტა არ ქვია ხო რამოდენიმე 1000 კილომეტრის იმაზე ორბიტაზე უნდა იტრიალოს რომ რაღაც ადაპტაცია და მერე წავლენ იქ იმას ორბიტას მთვარის ორბიტას ადამიანი არ გადავა ამჯერად ის 2028 წლისთვის აპირებენ გადასვლას მთვარეზე ხო აი ახლა მთვარის იმ ბნელ მხარეს დააკვირდებიან და შემოუვლიან რაც ძალიან ეგეთი ამბავი არის და უკან დაბრუნდებიან ხო და წყნარ ოკეანეში უნდა ხო თვითონ ეს ისა პირველად აქ ძალიან 4 ის არის ეკიპაჟის 4 წევრი არის რაშიც ეს თვითონ ეს კოსმონავტები ასტრონავტები არიან ის რაღაც სამარშრუტო ტაქსის თუ ავტობუსის ზომის არის ძალიან გაუმჯობესებული აქვს ეს ცხოვრების პირობები ტუალეტი აქვს პირველად ხო და ადრე არ ქონდათ ტუალეტი ხო მაგრამ ეს უხერხულობა ნუ ფიზიოლოგიურად ყველაფერი კარგად და ის მაგრამ იზოლირება არ ხდება რა აი რაღაც შენს ის პირად სივრცეში განმარტოება არ ხდება ისეთი არის ფაქტობრივად სხვებისთან დასწრებით ჩალიჩო რა ხო და ნუ ძალიან ეგეთი ის არის თვითონ მნიშვნელოვანი არის მე მთვარის შემდგომი ათვისებისათვის იქ რაც უნდა ისაქნა გამოიკვლიონ ჩაატარონ რაღაცა და ნუ მე იქ ხო რაღაც ესეთი მუდმივი ბაზის გაკეთებაა რომ აი რაღაცნაირად ის შემდეგ მარსისკენ რაღაც ეს შუალედური სადგური იყოს და ხო თვითონ ის იმას წარმოიდგინე რა მასშტაბის ის არის ეს მატარებელი რასაც მეაქვს ხო რაღაც 98 მეტრი თუ რაღაცა არის ეს რასაც გახა ხო 3 მილიონი ლიტრის ის თხევადი წყალბადი და ჟანგბადი აქვს და რამდენიმე 1000 ტონა ასაფეთქებელი საშუალო აი რაც შეიძლება რომ გამოიყენოს რა ატყობა ბენზინი არა ეგ არის წყალბადი და ჟანგბადი თხევადი ის არის სასაფეთქებელია რომ მეკობრეები თუ დაესხნენ კოსმოსური მეკობრეები რომ ხო ძალიან ის არის რა პირველი ქალია თან ამ 4-დან ერთ-ერთი ხო? ხო, ქალია პირველია ეგ. პირველად არისო, ქალი და ასევე შამპანიანია. თვარეზე, ხო?
ხო, ვით თვალეზე დაარტყავს ეს. ის არის ძალიან ცუდი ხალი, ტატიანა ტერეშკოვა, რომელიც პირველი ხალი იყო კოსმოსში. ვალენტინა ხო რატო და იმიტომ რომ ის არის პარლამენტში ის იქა. პარლამენტში ის და მაგი ცოცხალია. ანუ მაგიტომ თქვი ცუდი ხალია თქო მართლა რეგულისთან იმიტომ იქ არის იეძინა ერასია. მარტო იქ როზის პარლამენტში არის და რაღაცებზე იმას შვება. ვაიმე რაღაცებზე კი არა. ეგ იყო ინიციატორი, ახლა ხო ხდები იქ რაღაც პარტია მიიღო გადაწყვეტილება და მან გაახმოვანა თორე ეს პუტინის ის რომ წინა ვადები რომ გაანულეს მისი ინიციატივა. მეც მაინდან მახსოვს თორე სულ არ მეწოდინებოდა რომ იქ არის რომ ვალენტინა ტერეშკოვამ რომელსაც კოსმოსური მგზავრობისთვის საჩუქარი გადასცეს იყო ძველი სკაბრეზულია ხო და არა სკრაბეზული. სკაბრეზულია. ასევე უსმენდი გუშინ BBC-ზე იყო რომ განსხვავდება თვითონ ეს ჩააცმულობა წინა თუ იწონიდა 100 კილოს ეს ჩაფხუტი. ეხლა მეგონი 30 კილოს. ხო, ჩაკლებიც არის და უფრო მარტივი არის ასტრონავტისთვის იყოფნა რა. კი, ხო, მოკლედ პატარ-პატარა დეტალებია რაც უფრო კომფორტს ხდის ახლა იქ ფრენას. კი, ძალიან მნიშვნელოვანია და ხო და რის თქმა მინდა, იცი, აი რაღაცნაირად ხო, აი სახელმწიფო ჩვენი განათლება, რაღაც ეს სისტემა მთელი ხო, ამ პატარა ქვეყნის უნდა იყოს აი იმაზე მობილიზებული რომ ისეთი კადრები გამოზარდოს სიტყვაზე უნივერსიტეტმა, პოლიტექნიკურმა, რავი ტექნიკური ის იქნება რაღაც პროფილის სხვა სასწავლებლები რომ აი ასეთ გლობალურ იმეებში, პროექტებში ხო გასაგებია ამას რომ მსგავს რაღაცას ჩვენი მასშტაბის ქვეყანა ვერ დაძრავს ხო კი არა გაცილები ჩვენი მონაწილეობა ხომ მიგვიღია ის კოსმოდრომი კი არა რაღაცას ფორჯები სატარდება ხოლმე კოსმოსური ნაგებობების ინსტიტუტში ხო არა ხო და რას ვამბობ იცი აი მაგალითად ცერნი რო არის ხო აი ცერნში ხო როგორი რაღაცა არის იმდენი ქართველი ფიზიკოსი არის რომ ეს რაღაცნაირად ქვეყნის იმ რენომეს მაღლას წევს რომ შენ შეგიძლია ფუნდამენტური მეცნიერებებში რაღაც მიღწევები რომელიც ხო გეუბნები ფუფუნება არის ძალიან მდიდარი ქვეყნების და თვითონ მდიდარი ქვეყნებიც კი ცალკე აღებული ვერ ართმევენ თავს და ერთიანდებიან შენ შეგიძლია რომ აი აქ ჩადო ამ მეცნიერებაში ამ იმის ტექნიკური ცოდნის განვითარებაში ფული რომ აი ესეთ გლობალურ პროექტებში მიიღონ მონაწილეობა ან შეკვეთები აიღონ და რაღაცნაირად აქ მეცნიერება არ მოკვდეს. მე ვიცი რაღაცნაირად იმის გამო რომ წარსულიდან გამომდინარე რაღაც შეხება მქონდა ამ ფიზიკის ფაკულტეტთან და ამ ფუნდამენტურ მეცნიერებებთან აი ფიზიკის ინსტიტუტთან რაღაცა რა დღეში არის და როგორი განლევა ხდება ამის ხო და აი ესეთი დიდი პროექტები და მასში მონაწილეობა რაღაც ხო შეიძლება რაღაც იმ ხელა რაღაცა არის რომ მთელ პლანეტაზე შეიძლება გაიფანტოს შეკვეთები და რაღაცეები ხო ან ცალკეულმა მეცნიერებმა ან მეცნიერებათა ჯგუფმა ან ინსტიტუტმა მიიღოს რაღაც ფორმით მონაწილეობა და როგორია ჯერ ერთი სხვა პლანეტაზე რო არ ხდება ისეთი განცდაც ხო უნდა ქონდეს აი ბავშვი რო სიტყვაზე რაღაც იმით ინტერესდება ხო პატარა რო იყავი გაგარინი ხო და ეგეთი მოგწონდა რო შეგიძლია რომ რაღაც ბილიკი ჩანს რომ ამ დიდ მეცნიერებაში და დიდ სამყაროში შეაბიჯო მე მომწონა რომ იმაზე გახურდი რომ კოსმოსურ ფრენებში რატო არ ვიღებთ მონაწილეობას როცა დავიწყეთ სახლები ცოცხლად ხوار ხო და აი მაგაში ხო და ეგ გულის ტკივილია რომ ვიყავით გაწევრიანებული კიდენაც გამოვიდით რომ ჩვენ კარგები ვართ და ეს გვიქნება აი მაგის გულის გაგარინი იყო ყველაზე მაგარი საბჭოთა გმირი მე მგონი რომლის მიმართაც არავის პრეტენზია არ აქვს ყველას ტიპადაც მოწონდა რა მართლა გმირი ტიპაჟი იყო და ხო ახლა ძალიან სიმბოლური ტიპი იყო ახლა ხო და თუ მაგამოს გავაცემ ცუგები გაუშვეს მე ხო ცუგები კი ხო ახლა გაგარინის ფენომენი ის არის მაინც ხო რაღაცნაირად ესე იგი სიცოცხლე არსებობს სამყაროში გარშემო ეს უზარმაზარი კოსმოსი არის და ამ პლანეტის წარმომადგენელი ადამიანია და თან არ ვიცი ხო წინა მომზადება ვინ იყო რა იყო ამას რაღაცნაირად ესეთი განსაკუთრებით ბავშვობაში განსაკუთრებით ამ იმისთვის ტექნიკური საგნებით ვინც იყო გატაცებული იმისთვის იყო ძალიან ესეთი რომანტიკული გმირი ამ თავისი ეფექტიანი ღიმილით ახალგაზრდობით რაღაც და მე ხო იმაზე ავიაკატასტროფაში დაიღო ეგ ხო ის ეგენი სამხედრო ყველანი ყველა აი აქაც ახლა რომ ხო აბარა ხო და ერთ-ერთი მთავარი ხუმრობა ფილმში არმაგედონი რომელიც გადაღების დროს იყო რომ ერთ-ერთმა მსახიობმა არ ვიცი ბენ აფლეკმა თუ რაღაცა მკითხა რომ რატო არისო რომ იმასო რა ბურღავებს იქ ამბობენ რომ უფრო ადვილია რომ ბურღავი კოსმოსში გაუშვა ვიდრე კოსმონავტს ასწავლო ბურღვაო და რატო არ უფრო ადვილი არ იქნებაო რომ კოსმონავტს ბურღვა ასწავლო და რეჟისორმა shut the fuck up უთხრა და მე გაუშვეს ბრუს უილისი რომელიც
Don't wanna miss a thing. კი. კიდე გავედით ფინალში, ხო? წინა კვირის ყველაზე უფრო ტოპ კომენტარი, რომელიც ლუკა ბრაზი 79-მ დაგვიტოვა. ძალიან მოკლეა, ბოლო გადაცემები, ისაც კვირაში ერთხელ ხართ. სულ ცოტა არის კვირაში ერთხელ ლუკა. და იქნებ დაუბრუნდეთ 1 საათიანებს მაინც რა იყო ჯიმის ალაპარაკო გავუთავდაო. ცხოვრებაც მოკლეა. ხო, ნუ დაუბრუნდით. იცი როგორ ავართ ხოლმე, რომ აქ რომ შედვართ რაღაც მომენტში მორჩება ლაპარაკი, როგორც წესი მე ვარ ხოლმე მაგისი დროის აღმწერელი და აქამდე მქონდა ხოლმე შინაგანი ქრონომეტრი, რომ აი 55 წუთი რო გახდებოდა, ვიღლებოდით, არ ვიცი რა იყო, რომ მოდი მორჩეთ, აღარ შეგვიძლია, იმიტომ რომ აბა დაჯექ საათნახევარი ილაპარაკე. და ეხლა შეიძლება ცოტა ადრე დამისრულდა. საათი გაგიჩნდა? ხო, მაგრამ ნუ იცი რა, ჯობია რომ როცა ამოწურავს საუბარი თავს მორჩე, ვიდრე გააგრძელო ძალით. აფორიზმი. მარეხ ჭაბაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, ქორი რო იღებს სხვა განწყობაა, ცოტა არის 40 წუთიო. ოკეი, თუმცა The Hennessy-მ 8 საათსა და 16 წუთზე, 8 წუთსა და 16 წამზე ვიდეო კამერა მჟავანაძე ესეთ დაგიწერა, არ ვიცი რა ხდება ამ დროს. ჯიმი შეარყია. მან ახლა თავის მართლაც არ დავწერთ, მაგრამ კამერები არ იყო, სხვა კამერები ჩავწერეთ, შტატივი აქვს, აკრეთ ბევრი რაღაც. და შეიძლება გამოძრავდაოთ. ამელი ელია ტასოს ინსტაგრამი ძალიან მომწონს და წინაზე შემოყოთავენ. ტასომ და გავარეკლამეთ თავისი ძაღლებით სახლით და ოთახში ჩამოკიდებული ჰამაკითო. ვიდეოებიდან კი მახსენდება ჯიმის გახმოვანებული ვიდეო მთელი დღე რო ფიქრობდი საიდან მეცნობა ხმაო. Yes. აი ძაღლების განკითხვის სერიოზულ დღეს ძაღლების მტანჯველი ხალხი უნდა განიკითხოს ტასომ. კი, ეს ეკუთვნის ნამდვილად. ჩემი წყევლა? შოთარ რო აკითხავს ჯიმის რა დაალებინეთო წინასაც სხვანაირი იყო თუ რატო? ენერგიული. ვითომ? კეთილიდან წაღვიშლე თავიდან რა რაღაცა. ჯუდის არის ხოლმე ლეთარგიული. ხანდახან არის ხოლმე ესეთი იყო. ბიჭო, ეს შოთა მეტამორფოზული გიორგი ბუნდოვანი აუ კიდე იყო ზურართველიაშვილს ჰქონდა რაღაც ფსევდონიმი ჯიმი ლეთარგიული სად ვიყავი მაშინ არ ვიცნობდი მაგარი ფსევდონიმია შვენიერი ხო ეგეთი თუმცა არ გიხდება იმიტომ რომ როდის ახარ ლეთარგიული რა ვიცი არ მინახავ ხარ ეგეთი გადავერთე მინახავ ხარზე და მე თქვენს რომ დაბრო არის რომ ორივე ხო პარალელურია ხო ლექსიკონში თან მინახავ ხარ დღემდე პირში მხვდება ცუდად ან ვაი რა ძალით ვამბობ და შვები და შვრები ხო აი შვების ვამბობ და რა ეგრეთქენ შვრები რა შვრები ანუ ბაზა ჩვენგან მოწონება არც ერთხელ მე მგონი შენიშნა არ მოგვიცია მაგასთან დაკავშირებით ჯერ ვა ლამბერნიკო თან მე დამიწერა წინზე გავუპავრა ხელაწერი მქონდა ხა თამნელში ვხედავ ხო დამეზარა გაფხს უოლტერ ვაიტის იმით იყავე ვიდით ნ იათაშვილი დამეს იზმრა რომ ასე როგორც ხეთხართ ხოლმე ისე ისხეთ ოღონდ გარეთ რესტორნის მაგიდასთან გეძინათ და თითო სადღაც 7-7 იყავითო მე რა წამოგეხვიდა და მგონი სპონსორი მოვიდა ერთმანეთს გადაულაპარაკეთ ძალიან ლევან თუშმალიშვილი გოჩხობრი ყველა პირველი ახსენდა სანდრა არ ახსენეთო სანდრას რო აქტივები ქონდა ვახსენეთ ან დავიწყე ლაპარაკი და მე ჯიმი ჩამერთო იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად აჟიტირებული და თავისი სათქმელი უნდა ეთქვა ამოვწურეთ ნიკო წაკითხა კი დავიშვიდო აი ქორი დაგვეღალა ამჯერად და მე ნუ შემტელი მაგამოს მაგრამ სოჭურს არაერთხელ გიქნია რომ უკან ამოვხედავ რომ ხო კარგად იხუმრა ჯიმი მგიყურებ და ეს ახლა რომ გავიდა დრო მე უნდა წავიდე ჩამოვსქროლო რაღაც TikTok-ების ჩემი დანაშაული მე გამახსენდა რომ რაღაც ქორისაც ჰქონდა სათქმელი მაგრამ შემდეგ გადაცემაში რაღაც ფოტოგრაფიაზე მინდა ვილაპარაკო გავანათლო ხალხიო შემდეგ გადაცემაში თქვა სლად კარგი ბატონო სლად შეათანხმო ზევით რომ მანამდე რა ვიცი უყურეთ ჩვენს გადაცემებს გამოიწერეთ ჩვენი არხი დაწერეთ კომენტარები ხო და მარტო ჯიმი აღიგზნო ამ ფარის მისიაზე ან რაღაც ეს გიგანტურ პროექტებზე აი რაღაც რა ოცნებები გაქვთ სად მონაწილეობდეს საქართველოს და სად იყოს ჩართული ხო არა გვაქვს და არც ვიოცნებოთ ნიკო არა გვაქვს და არც ვიოცნებოთ მაგრამ მაგაში გეთანხმები